მოგიტანეთ ექსკლუზივის წესით. ეს მარტო ლონდონში რაც იყიდა ჩხარტიშვილმა ჩვენგან მოპარული ფულებით. აგერ შეხედეთ. ერთი სასახლე ჩხარტიშვილის ეს არის ლონდონში თუ მისმენენ ემიგრანტები ჩვენი იქ ჰაიდ პარკში ვათენებენ ღამეს შეიკრიბე და მიადექი და მოსთხოვეთ დაუნინგ სტრიტზე ამ სასახლეებით ჩამორთმევა და საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნება ჩვენი ფულით არის ნაყიდი ფალას კორტ აგერა სასამართლო სასახლე ქვია აი ამ სასახლე სადაც ჩხარტიშვილი და აგე მეორე ჩხარტიშვილის სასახლე ამას ქვია ლანკასტერში აგერ ტერასა ლონდონი 2 აგერ აი შეხედეთ ეს ბიჭის სახელზე აქვს გაფორმებული ბიჭის სახელზე აქვს გაფორმებული და აგერ მესამე სასახლე 40-90 კინგსტონ ჰაუს აგერ აი მარტო ლონდონში და ეხლა ციხეში რო არის ამათი სუსის უფროსი საპატრიარქოზე რო აწარმოებდა დაკვირვებებს და ჩაწერებს ბინზური კადრებისა 160 ბინა უყიდია გერმანიაში ჩვენგან მოპარული ფული ლილუაშვილს 160 ბინა მარტო გერმანიაში ხალხო 40-50 ბინები აქვს პარლამენტში წამოსკუპებულ ენუქიძეებს, ჯაფარიძეებს, წილოსნებს, აი ამ ობოლაშვილებს, ოდიშარიებს, წულაიებს, ძმებ გილაურებს, ძმებ ბეჟუაშვილებს, ძმებ პაპაშვილებს, ძმებ ფხაკაძეებს, თან როგორც მაფიოზებშია ძმური, ოჯახური, კრიმინალური სინდიკატები ისე კეთდება ახაც როგორც ხედავთ. სანამ ეს ხალხი არ იქნება დასანქცირებული და ამაზე ახლა სერიოზულად მუშაობთ. სანამ ეგრეთ წოდებული ეს მსხვილი ოლიგარქი არ განიდევნება სახელმწიფო მმართველობიდან, რელიგიიდან, საპატრიარქოდან, არაფერი ქვეყანას არ ეშველება. მეგობრებო, ესენი შეჭამენ ამ ქვეყანას, მოაქცევენ თავიანთ ფაშში და დაამთავრებენ ჩვენ სულიერებას, ისტორიას და ყველაფერს.